2 წელი ხელისუფლებაში და პრემიერის 2 წლიანი ანგარიში, პრობლემები, რომელიც რიგით ადამიანებს აწუხებს და პასუხები, რომელიც ხელისუფლების გასაცემია. რა ხდება საპრემიერო კულუარებში, რა სიტყვის გიორგი მარგველაშვილზე დასრულდა თუ არა პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება, რა სიტყვის ირაკლი ალასანიაზე გადაყვება თუ არა თავდაცვის მინისტრი საკუთარ სამინისტროში ატეხილ სკანდალს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რეაქციის პირდაპირ ეთერში გვიყურეთ საღამოს 10-ზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკანდალის შემდეგ, რომელსაც მინისტრ კირვალიძის სავარძელი გადაჰყვა, მეორე სკანდალში თავდაცვის სამინისტრო ეხება, გეგმავს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ალასანიასთან დამშვიდობებას. ბრალდება, რაც წაყენებული აქვს, თუ დადასტურდა ესე უბრალოდ ვერ ჩაივლის, ამას ალბათ ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა მოყვეს. ჩემს საწყენია პირადად, რა თქმა უნდა, დაველოდოთ ყველანი გამოძიებას. რა ხდება მთავრობაში, რა ხდება სახელისუფლებო გუნდში, რა ხდება კოალიციაში. რა ინფორმაცია აქვს მთავრობის მეთაურს ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით და ვის გულისხმობს მოღალატეებში. გეგმავენ პროვოკაციებს. აპირებენ რომ 15 ლარი გადაუხადონ მოქალაქეებს, შემდეგ ერთმანეთი აცემენ. მათი დამსახურება არის რომ აფხაზეთი და ოსეთი არის დღეს ოკუპირებული, ხოდორი დავკარგეთ, 100 მეტი სოფელი, 25-ზე დევნილი მივიღეთ მათი პოლიტიკის შედეგად. არ ვიცი მთავრობა სპეკულირებას ამ საკითხზე, მიცენ ადამიანებს უფლება გამოხატონ თავის პროტესტი ამ მთავრობის უნიათობის, უქნარობის და უსახურობის წინააღმდეგ. შეთავაზება აფხაზებს და მოლოდინები არის თუ არა შანსი შეხვდეს პუტინს, რას თulis საკუთარი გუნდის მთავარ წარმატებად და რას წარუმატებლობად. რომელია მისი ფავორიტი მინისტრი და ვინ იმსახურებს პრემიერის საყვედურს ყველაზე ხშირად, გეგმავს თუ არა იანვარში სამთავრობო ცვლილებებს, უთანხმებს თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებებს წინამორბედ პრემიერს და რა სიხშირით ხვდება ბიძინა ივანიშვილს. რა აქვს სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2012 წელს ქართული ოცნების გვერდით იდგნენ და რომლებმაც ივანიშვილის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინეს. დღეს იმედის პირდაპირ ეთერში საღამოს 10-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეაქცია 32 წლის პრემიერის განვლილი და დარჩენილი 2 წელი.